მოგესალმებით. ვინც ჩემი არხის გამომწერი ხართ, მათთვის უკვე ნაცნობია ის ვიდეოები, რომლებიც ჩაწერილი მაქვს ხელოვნური ინტელექტით სხვადასხვა დავალების შესრულებაზე. დღეს გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეო ინსტრუქცია თუ როგორ შეგიძლიათ სპეციფიკურად ერთი დავალებისთვის გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და ეს კონკრეტული დავალება არის გაკვეთილის გეგმის შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მასწავლებლებისთვის გაკვეთილის გეგმის შექმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, სწორედ ამიტომ შემოგთავაზებთ ამ ვიდეოს, რომ ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ ნებისმიერი საგნის, ნებისმიერი თემის შესაბამისი გაკვეთილის გეგმის შექმნაში. დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ დააკორექტიროთ, შეიტანოთ ცვლილებები და მოარგოთ თქვენს გაკვეთილს უფრო ოპტიმალურად. დავიწყოთ. დღეს მინდა შემოგთავაზოთ Google-ის ხელოვნური ინტელექტი Gemini. მასზე გადასვლა შეგვიძლია სხვადასხვა ხერხით. თუ თქვენ კომპიუტერით სარგებლობთ, შეგიძლიათ ახალ სამისამართო ველში ჩაწეროთ gemini.google.com. ვიდეოს მიმდინარეობისას გასწავლით სხვადასხვა ხერხს თუ როგორ შეგიძლიათ გადახვიდეთ Gemini AI-ზე. როგორც კი გადახვალთ Gemini-ის გვერდზე, აქ შეგიძლიათ აირჩიოთ New Chat, ახალი საუბარი. თუ გავხსენთ, პირდაპირ გამოდის ახალი საუბარი, რომელიც გესალმებათ, მაგრამ თუ სხვა გვერდზე ხართ, შეგიძლიათ გადახვიდეთ აი ამ ღილაკის საშუალებით New Chat. დავაწყაპოთ. და აქედან შეგიძლიათ უკვე ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის წამოწყება. მოდით ვნახოთ ახლა სხვანაირად როგორ შეგიძლიათ კიდევ Gemini ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლა. ამისათვის საჭირო გახსნათ თქვენი Gmail პოსტა, რადგან Gemini AI არის Google-ის ხელოვნური ინტელექტი, ხოლო Google-ის პოსტა არის Gmail-ი. გადავიდეთ ჩვენ Gmail პოსტაზე. აქ თქვენ უკვე ხედავთ Gemini-ის ლოგოს. შეგიძლიათ აქვე დააწყაპოთ და ისარგებლოთ, ან სხვა ვერსია კიდევ, თუ დააწყაპეთ 9 წერტილს, სადაც მოცემულია Google-ის აპლიკაციები და ჩამოსკროლავთ დაბლა. აქაც აღმოაჩენთ Gemini-ს. როგორც ხედავთ, ინტერფეისი ყველასი არის ერთი და იგივე, რადგან ყველა არის სხვადასხვა ხერხი ერთი და იგივე ხელოვნური ინტელექტის გვერდზე გადასასვლელად. ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დავალება მისცეთ და ის შეგისრულებთ, ან მოეპყროთ ისევე როგორც სხვა ადამიანს. მივესალმოთ. ხედავთ, რომ საკმაოდ ზრდილობიანია ჩვენი ხელოვნური ინტელექტი. როგორც ხედავთ, წამებში შექმნა გაკვეთილის გეგმა. თქვენ ხედავთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დაგვიწერა არა მხოლოდ გაკვეთილის მიზანი,
ჩამოგვითვალა, ჩაშალა, თუ რა შეიძლება იყოს გაკვეთილის მიზანი. ასევე წინარე ცოდნა, გაკვეთილის ტიპი, გამოყენებული მეთოდები, სასწავლო რესურსები და ასევე შემოგთავაზა აქტივობების განაწილება დროში. ხედავთ, რომ მოახდინა სავარჯიშოების დიფერენცირებაც. ცოდნის განმტკიცებას დაუთმო 20 წუთი. აქვე დაგვიწერა ზეპირი სავარჯიშოები, რა შეიძლება მივცეთ მოსწავლეებს. წერითი სავარჯიშოები, რა შეიძლება მივცეთ ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობისათვის. შეჯამება და შეფასებისთვის 3 წუთი გამოყო და ამ შემთხვევაში მასწავლებლისთვის საჭირო კითხვებიც ჩამოგვიწერა. საშინაო დავალება, შეფასების კრიტერიუმებიც დაგვიწერა და როგორც ხედავთ, ეს გაკვეთილის გეგმა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი სახელმძღვანელოთი სარგებლობთ. თქვენ შეგიძლიათ სავარჯიშოები აერჩიოთ იმ სახელმძღვანელოდან, რომელთაც თქვენ სარგებლობთ. გაკვეთილის გეგმის შექმნა შეგიძლიათ ვთხოვოთ ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერ საგანში. მაგალითად, ვთხოვ, რომ შემიქმნას გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში. ნიუტონის მეორე კანონზე. როგორც ხედავთ, მე კლასი არ მივუთითე, მაგრამ მას შეუძლია მოძებნოს სასწავლო გეგმა და იმის მიხედვით გადაწყვიტოს, თუ რომელ კლასში ისწავლება ეს საკითხი და მის მიხედვით შეადგინოს, დაწეროს გაკვეთილის გეგმა. იდენტურად, საკმაოდ სრულყოფილად ჩამოწერა ფიზიკის გაკვეთილის გეგმაც, გადავიდეთ და შევადგინოთ მაგალითად გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საკმაოდ სერიოზული თემა მივეცი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ვაჟა-ფშაველას. როგორც ხედავთ, შემეშალა ერთი ასო, მაგრამ თვითონ გაასწორა ყველაფერი და გაკვეთილის გეგმაც დამიწერა, უბრალოდ ვთხოვა, რომ მიმეთითებინა კლასები, რომელშიც ეს ისწავლება, სავარაუდოდ ეს ჩათვალა, რომ მე-11 ან მე-12 კლასში ისწავლება. და ხედავთ საკმაოდ საინტერესო მეთოდებს, ჯგუფური მუშაობა, შემოგთავაზა სასწავლო რესურსები, ჩაშალა გაკვეთილის მსვლელობის ეტაპები, განაწილა დროების მიხედვით.
მოგაწოდა ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება წარმართოთ, გაკვეთილი, როგორ შევაფასოთ, მოგცა შეფასების კრიტერიუმები და აქვე დაგვიწერა, როგორც გითხარით, თქვენ შეგიძლიათ, რომ ეს გეგმები გამოიყენოთ როგორც სავარაუდო გეგმებად, შეგიძლიათ შეცვალოთ აქტივობები და აკორექტიროთ და არედაქტიროთ, განაწილოთ დრო თქვენებურად, რესურსები მოარგოთ თქვენი კლასის საჭიროებებსა და შესაძლებლობების მიხედვით მოსწავლეებს და გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი იმისათვის, რომ დრო ეფექტურად დახარჯოთ და საქმე გაიოლოთ. ჩვენ უკვე ვნახეთ თუ როგორ შეგვიძლია მივცეთ დავალება ხელოვნურ ინტელექტს და მან კი შეგვექმნას ეს დავალება უსწრაფესად, მაგრამ ეხლა გვინდა რომ ეს შესრულებული დავალება შევინახოთ ჩვენს კომპიუტერში, როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში. მაგალითად გვინდა რომ ერთ-ერთი გეგმა, მაგალითად მათემატიკის გაკვეთილის გეგმა, ჩამოვტვირთო და შევინახო. მოვძებნე ეს გეგმა, ჩამოვდივარ გეგმის ბოლოს, სადაც დასასრულია და როგორც კი გეგმის ბოლოს დავდგები, აქ გვაქვს სხვადასხვა ვარიანტი. ან მოვიწონებ, ან დავიწუნებ, ან გავიზიარებ და გავაკეთებ ექსპორტირებას. მოდით მოვახდინოთ კოპირება. დავაკოპირე, გადმოვედი Word-ის ფაილზე. და ჩავსვი დაკოპირებული ტექსტი. თქვენ შეგიძლიათ შესავალი ჩვენი საუბრისა წაშალოთ, ასევე საუბრის ბოლო ნაწილი წაშალოთ და დარჩენილი ტექსტით ფაილი შევინახოთ ჩვენს დესკტოპზე. შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენს დესკტოპზე და ვნახოთ ჩვენს მიერ შენახული ფაილი. აი ეს არის ჩვენი გაკვეთილის გეგმა. თქვენ შეგიძლიათ მოცემული ფაილის გაზიარება, ასევე მისი ექსპორტირება Google Drive-ში, Google-ის დოკუმენტის სახით და ასევე დრაფტის სახით შენახვა Gmail პოსტაზე. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. მისი გამოყენება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პოზიტიური, უნდა დაგვიზოგოს დრო, დაგვეხმაროს მუშაობაში და რაც შეიძლება უფრო მეტად გაგვიმარტივოს ესა თუ ის საქმიანობა. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისათვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, რომლებშიც შემოგთავაზებთ სხვა ტიპის გამოყენებას ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტიპის ხელოვნურ ინტელექტებს. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, მოიწონეთ და გახდით ჩემი არხის გამომწერი. წარმატებებს გისურვებთ.